ჩვენ ხან ნიორს ავჭამთ, ხან ვერაფერს ვერ ავჭამთ. საჭმელი გვინდა. არ გეგონოთ, რომ ეს ფილმის გადასაღები მოედანია. მოიმზადეთ, ახლა გაჩვენებთ გაჭირვებას, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ. ჩვენ ვერაფერს ვერ ავწყობთ, ხან მამა ჯარც აბარებს და ხან რას რო პური და საჭმელები ვიყიდოთ. ჩვენ საშუალება არ გვაქვს, რომ საჭმელები და ისინი ვიყიდოთ. ბაბო იმ დღეს ცუდად გავიხდა, რომ ვერაფერი ვერ აჭამა. ლოგინები არ აქვს. საჭმელი არ აქვს შემოდავა. აგრე გაჭირებული უბედურად ავყრევართ. საკვები იატაკზე, ტყისპირა შეგროვებული ფიჩხებით გამთბარი პატარა ოთახი. სიღატაკით გამოწვეული ტკივილი ამ ადამიანების თვალებში. დამტვრეული საწოლები. ახლა რასაც ხედავთ, არ გეგონოთ, რომ მიტოვებული შენობაა. ამ სახლში დიდი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც საჭმელიც კი არ აქვს. მოახლოებული ცივი ზამთრისთვის თბილი ჩასასმელიც კი არ აქვთ. როგორ უნდა გაცფნენ, რა უნდა ჭამონ. ახალგაზრდა ბიჭებს ტვინის დაზიანება აქვთ. ისინი პატარა ბავშვებივით არიან, ვერ მუშაობენ და მოუკიდებლად ვერაფერს აკეთებენ. ხანდახან ოჯახი ჯარც აგროვებს, რომ ლუკმა პურის ფული ჰქონდეთ. სიტყვებით ძალიან რთულია ამ უბედურების აღწერა და გადმოცემა. შეხედეთ ამ ფოტოებს, შეხედეთ მათ თვალებს. მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება საკვებით, საწოლებით, შეშით. ელემენტარული ნივთებით, რომ უბრალოდ არსებობა შეძლონ. გთხოვთ, ნუ ჩაუვლით მათ ისეთი სიცივით, როგორიც მათ სახლში დრიარებს. დავეხმაროთ მათ, რომ გადარჩნენ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.